გამარჯობა მეგობრებო. Ground and Pound Georgia's podcast-ი დაბრუნდა. აუცი უცვლელი წევრი. დაბრუნდით მე-16 ეპიზოდი. ცოტაც 20-საც ვიუკაკუნებთ. მე-17 უკვე აი შემახსენეს გვერდიდან. და ხომეთ ახმები ბატონო დავით. კი, გეთახმები. არა. აი ჯერ როგორ ხარ შემოწმებული ხარ? რავი რა. მეუნელა. რავი როგორ იქნება? ჩაფულიანებული ვარ. მაგარი ცხელა იმენა. წინა ივენტის ვერ ჩაფულიანი. ხო, ეგეც კი. მაგრად ცხელა იმენა. აი ძალიან ცხელა თბილისში და აქაც მაგრად ცხელა. აუზე ხო არ ჩავწერეთ. შეიძლება ეგეც. შიგნით აუზი. დაის პრედიქშენებით რითი მოგათიშავენ, რითი მოახჩავენ, შიგნით აუზი. დავიდეთ. დავიწყოთ. როგორ მივიხილოთ 1-2 სიტყვით წინა. 1-2 სიტყვით კი. ანდერდოგების ივენტი. ტეკერი მოიწ. აუ ეგ მართლა რა იყო შენ პრელიმიდან დაწყე. ფაული იგო პრელიმზე ერთმა მოიგო. ხო, აი საუდის არაბეთის წარმომადგენელს რო მოუგეს 6 ნოკდაუნი რო ქონდა. ხო, ეგ რაუნდში როარ გააჩე. იყო, ეგ იყო. ჩხუბი ცემა იყო. სტივენ ნგუიენი, მუჰამედ იაჰია. აი ეს ჩხუბი იყო. მოკლედ, კუთხემ კი და ექიმა გააჩერა. და ვისაც არ გინახავთ, მოკლედ ესეთი ჩხუბი იყო, რომ ტიპმა ერთ ბრძოლაში სტივენმა ერთ რაუნდში დაჟე ნოკდაუნების რეკორდი. და წერან სანამ შევიკრიბებოდით მე და შენ რაღაც ფოტო შემხვდა, მაგას ჩავსვავ მოვიძიებ თუ უნახე ისევე, რომ ესე იგი მოიცა ნოკდაუნების რეკორდი აქვს ოღონდ როგორ იცი აი ალჯამაინ სტერლინგი, ბელალი, მერაბიც იყო და კიდე რამოდენიმე ბრძოლა იყო კომბინირებულად არა აქვს მაგდენი კარიერაში საერთოდ ნოკდაუნი UFC-ში და ტიპს ქონდა ერთ რაუნდში მაგდენი 6 ნოკდაუნი. ეგა, იმიტომ რომ UFC მარტო სტატისტიკა არ არის რა. ეხლა მაგას საშუალოდ ორ ჯგუფში საშუალოდ 3 ნოკდაუნია. ისე ეხლა რას ფიქრობ, ხო უნდა გაეჩერებინა? კი, პირველივე რაუნდში შენ მაგას ვიძახ. უბრალოდ ის ტიპი იქ იყო ივენთი, თვითონ საუდის არაბეთის წარმომადგენელი იყო და საუდის არაბეთის კი არ და ხო, საამიროების წარმომადგენელი იყო და აი გაუჩევეს რა. გაკაჩავს. თვითონაც ეხა ნახე, კი, მაგაზე ორი აზრი არ არის, რომ უნდა გაეჩერებინათ და მაგ დროს მებრძოლს უბრალოდ აფუჭებს რა, მსაჯი რა, რო არ უფუჭებს და ამხელა ზიანს აყენებინებს, მაგრამ თვითონაც ანუ გონზე იყო რა. იქნებდა ხელს, რა, დებოდა იქნებდა. აი სანამ თვალზე არ შეიქმნა პრობლემა. იქამდე, რავი, და მაგაზე ან მაიკ მალუტის შხობს უყურებდი დღეს რა, ნილ მეგნის პანჩი. ხო და კანადაში იყო ივენთი. და ეს ტიპი ყველაზე პროსპექტი და ამომავალი სუპერსტარი და რაღაცა ეს და კარჩი მესამე რაუნდში გრაუნდ ენდ პაუნდში დაითრია მეგნი. ხო. მაგრად ურტყა და кайხანი არ არჩერებდა რა მსაჯი. იქნება თან მოგებული კონდა 2 რაუნდი და არჩე იყო 20 წამი და იმენა აწურინა მსაჯმა, მაგრამ ბოლოს რო არ გაეჩერებინა პრობლემები შეექნებოდა. გაჩერება მოუწოვა. ხო და ლოგიკა არის მაგაში რა, ჩემი აზრით, რომ ცდილობენ ბოლომდე გააწურინა, რომ აი იქნება ხო ადგეს და ხო მაშინ მერაბის ჩხუბიც უნდა გაეჩერებინათ იმასთან, აქ მორალეში არის, ხო. და მორალიშთან ხო იყო რა სასწაული კამბექი იყო და თან ტექნიკური ნოკაუტით რომ მოიგო მერაბ. ეგ კიდე კაი არ გააჩერეს ჩხუბი, თორე რავი გავგიჟდებოდი. ბიჭო, აქ თან თვალის თემა იმენა ტიპს რავი, ცალკე ადამიანი ყავდა თვალზე. ახალი თვალი, რავი, 3 თვალი ქონდა რა. და რავი, კაროჩე რა, მოკლედ ძალიან ისეთი ისე რა. მე გავაჩერებდი. კომა კრილოვი ერთი დარტყმით დასვა. აუ ეგიც ბიჭო. აი კრილოვზე ხო იძახდი. მე ხა ის გადაჭრით არ ვთქოს, მაგრამ შენ იძახდი იმენა, რომ გუსკოვი მოიგებსო და ბიჭო ხო რა. კრილოვი ძალიან ხშირადაც ჩხუბობს, ეგრე წამოვიდა, რაც დაბრუნდა იმის მერე გულისხმობ რა. მალევე აიყო ბრძოლა და გუსკოვიც იმენა ნოკაუტერი. გუსკოვი ძალიან არ დააფასეს რა, ჩემი აზრით, მაგ უშუალოდ მაგ ივენტზე არ უნდა ყოფილიყო ანდერდოგი. ჩემი აი რა ლოგიკით უნდა იყო ყოფილიყო მანდ გუსკოვი ანდერდოგი არ ვიცი. ნახდად არ ვიცი. მაგრამ აშკარად იყო.
აუ კიდე იყო ძალიან კარგი ჩხუბი აი ქალებს შევეხებ მაინც რა გაგვინაწყენ ამადა ჰიბასი ტაბატა რიჩი აუ ეგ იყო მაგარი ჩხუბი რა იმიტომ რომ რიჩი არ არის საერთოდ ფინიშერი გოგო რა ფინიშერი ტიპი მაგრად მიაწვა და იბას გადაუარა იმენა თან ანდერდოგი იყო რიჩიც მაგრა გადაიქ რომ მოარტყა მაგრა დაუზიანა თვალი რა ფიზიკურად ვეღარ აგრძელებდა ელეკანამცემი ხო ანდერდოგი იყო დეივი გრანტიც 39 წლის აუ ხო ბიჭო აი ეგ ჩხუბი ძალიან გამიკვირდა ბლექშირმა რომ წააგო სხვათა შორის არ ველოდი რომ წააგებდა იმიტომ რომ საბმიშენებშიც კაი ტიპი არის კაი გრაუნდ გეიმი აქვს და ფეხსაც ცუდი არ არის რა უფრო საბმიშენ ტიპი არის რა და პირველი რაუნდი მოიგო ბლექშირმა იმენა აი ისე მოუგო რა კითხვის ნიშნები რო არ იყო და გრანტმა მერე მოკლედ სინდიკატის რაიმიჩია გრანტი მერაბის გუნდში ვარჯიშობს ასე ვთქვათ ფეხებთან აი წარეზე ციცხლი ხო ზუსტად აი NBA-ის რო თამაშობ გაგიჭდება ხო იცი ერთ სამ გულიანს უჩაი და აი ეგრე ზუსტად რაღაც ჩაირთო და ჯონ უდმაც მიცა თავისი ისინი რაღაცები და რიგებები ასე ვთქვათ და მეორე მესამე რაუნდი მაგრად მოუგო რა ყველაზე დიდი ანდერდოგი სალიხოვი ვინც იყო ერთი დარტყმით one punch knockout იყო პირველ 42 წამში ბრძოლის ძალიან მაგარი იყო ბრაის მიჩელი საინურ მაგომედოვი პირველი რაუნდი ცოტა ისეთი იყო ხო რა პირველი რაუნდი ცოტა იმიტომ რომ საინურ მაგომედოვი პირველ რაუნდში არის რავი ტოპ 5-ში იქნება და ერთ რაუნდში ყובოდეს ხო და იქით ბრაის მიჩელმა საბოლოო ჯამში გაინახდა მოგება გუსკოვზე ვისაუბრეთ ალმაბაიევი სალიხოვმა გამოიწვია ვინ იცი ვანდერბოი ორი ბებრების ჯახი იქნება თუ შედგა იქ სალიხოვი ვანდერბოი იქნება სასწაული მე მგონია ვანდერბოი პირიქით მოიგებს აუ არა სალიხოვი აუ არანო ბიჭუნკის ბაზა ნახე რა თემა არის წინაზე კენანს რო შეხვდა სალიხოვი რა ეგ ვინც დაანოკაუტა არც ეგარ არის ვანდერბოის დონე ამ ასაკშიც და მე სტრაიკინგის მხარეს ვიწევ რა და ვანდერბოის არის ვანდერბოი არ არის ვანდერბოი მაგრამ გაბრიელ ბონფიმს მაგრად ეჩქო ჩემს მოპარეს ეგ ჩხუბი ვაფშე ამიტომ მაგარი ჩხუბი იქნება ძალიან შარას რო ნელ-ნელა შარა იყო ძალიან ისეთი ჩხუბი რა მე მაგარი გამეკვირდა საერთოდ 30-27 რომ იცეს მაგრამ მოიგო შარამ უპირობოდ 29-28 ყველა ვარიანტში მოიგო უბრალოდ ბარიოსგან არ ველოდი ესე თუ გასისხლავდა რა ტაქტიკით გამოვიდა ბარიო და მაგას მაგრად მიყვა ნელ-ნელა შევეხოთ ყველაფერს იანი მაგი იანი პირველ რაუნდში თითქოს რაღაცა ხო მაგრამ მე ჩაირთო ხო და რავი თავარი კონტენდერია რა კორის მერე მაგრამ მოდი ხა იანზე ისაც ვიცოდით რომ მოიგებდა და რატონის მებრძოლიც არის მე მაგი მომეწონა მაგი ძალიან საინტერესო მებრძოლი არის და აუცილებლად ავაზებით რა კი უბრალოდ დრო აქვს ცოტა 35 წლის არის მაგრამ ისე კაი დამტყმელი არის შემო წამოვიდნენ სხვათა შორის ამერიკიდან კაი დამტყმელები ბანთამვეიჩი თუნდაც ველმეიქერი ავიღოთ ორი მეიქერი და აი მაგას კიდე შევეხები ნიუსების მხარეს შეიძლება ქართულთან კონდეს მეჩაფი მალკომ ველმეიკერს რაღაც ცნობები მიდის. ხო, ცნობილი ქართული. და ბოლოს ვიტეკერი დერიდერი მე დერიდერის მეც შენც დერიდერის მაგას ფიქრობდით, მაგრამ ბიჭო აი რა უცნაურად ჩხუბობს. აი დაცვა არა აქვს რა, აი 94 წუთზე რომ აგებ ფეხბურთში და აი სხვა გზა რო არ გაქვს შეტევაზე რომ უნდა წახვიდე და დაცვაში რო არაფერს არ ტოვებ. ყველა აი ჯების გაქნევაც ეგრე არის. მაგრამ ჯებით მაგრად დაუზიანა. მაგრად დაუზიანა, მუხლი, არა, დაზიანებით, მაგრამ დაუზიანა ჩემი აზრით. ხო, სპლიტიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით. ჩემი აზრით 4-1 მოიგო ეგ. ხო, ანუ სპლიტი იმენა არ უნდა ყოფილიყო, ეგ რო ვფიქრობ, მაგრამ ვიტეკერი შეტევაში რომ მიდიოდა, სულ ფიქრობდი რომ აი ხა მომეჩი. ხო რა, პროსტა თვითონ იყო ცუდ დღეში. ანუ სადაც არ ველოდი იქ გაარტყა დაზიანებულმა ვიტეკერმა ჩეკზე დაახვედრა ოვერჰენდი და დასვა. ანუ ვიტეკერი რო არ დაზიანებულიყო ეგრე მაგაშკარ დაზიანდა ეხა პროსტა დაღლა არ იყო მაგრამ დაზიანდა და მაგიტო ენერგიაზე შეეტყო. იმდენად ღიას უტოვებდა პოზიციებს დერიდერი მოსარკან პოზიციებს. ძალიან ჩაულებულად შეეძლო ვიტეკერს რომ მოიგო. ხო რა, ეგრე ვფიქრობ მეც. დერიდერზე რო გავაგრძელე საერთოდ არ ველოდი რომ გადაწყვეტილებით მოიგებდა მე მგონა რომ დაასაბმითებდა, თუმცა თემა მანდ ხარ არის რა ბონიკალთან რო იჩხუბა იქაც
ბონიკალთან ისე სულელურად მიდიოდა, ანუ შეტევაზე ვიძახი ფეხზე რა, აი ისე სულელურად მიდიოდა, აი ერთი კარგი სტრაიკი, ხო middleweight-ია. ილია რო დააყენო, 10 წამში მოაწყვიტავს თავს რა. ილია კი არა, აი ცოტა დაბალი ილიასთან შევებით დაბალი დონეები წროა ვიღოთ, ეხლა კაი კრივის ბაზა ვისაც აქვს, ნებისმიერი მოუგებს middleweight-ში რა. ფეხზე ვიძახი ოღონდ, მაგრამ თავი პლუსი ის არის, რომ მე არ მინახავს ეგეთი მუხლი რო კონდეს მაგრამ რომ უკანა შეიძლება ცუდი სტრაიკინგი აქვს, მაგრამ მუხლი შედის რაღაც ძალიან განვითარებულია, მაგრა და ზიანი. ხო, ეხა აი ვიტეკერი გრძელია რა. გამოცდილი ტიპია ეხა რა ვიტეკერი, რა დაღვინებულია ბრძოლებში და რაღაც და მუხლის მოხვედრია ყველაფერი, მაგრამ ტიპმა 30 ჯერ გაარტყა მუხლი. ტანში ეგ იყო რაღაც მე მგონი მე-4 რაუნდი იყო თუ რაღაცა ეგ სტატისტიკა რო ამოანათეს და რა ვიცი რა მართლა კარგად მოიგო ჩემი აზრით რა. როგორი მეჩაფია შენთვის დოლიძე დერიტერი, ჩემი აზრით დოლიძემ მე ძალიან მჯერა რომ გაივლის ენტონი ერნანდეს თავის დიდი ანდერდოგობის მიუხედავად და მე მგონია რომ სავარაუდოდ დერიტერს შეიძლება შეახვედრონ, მაგრამ მე მგონია რომ უოჭოლი მოიჭო. იცი რა არის? აი ხ ლოგიკები სად არის რა, რომ ვიტეკერი არ შეხვდა დოლიძეს იმ მიზეზით რომ ქვევით არისო და ქვევით რატო მე წინ მინდა უწინა რეიტინგიდან და შეხვდა რომელი ნომერი იყო დერიდე მე-13 იყო თუ რაღაცა მაგას შეხვდა რა. ანუ იცოდა სავარაუდოდ რომ დერიდერთან ბევრად მეტი შანსი ექნებოდა ვიდრე დოლიძესთან. მაგრამ რავი რა შეიძლება დერიდერმაც იგივე იყოს. ნუ შევეხოთ ახლა ამ ქარდსაც პატარა ქარდი არის უცებ გავიულით რა ისეთი. ხო და მე ნიუსებზე ჩავ. აი როგორი ქარდია იცი? აი რაღაც ივენტს რო ელოდები და აი ეს გავიდეს ოღონდ, აი ეს გავიდეს ოღონდ. აი ეგეთი ქარდია. ხო იცი რა არის პრელიმინარი ქარდიდან დიდად ვერ არჩევ ვერანაირ ბრძოლას. მაგრამ მეინი გვაქვს სამაგიერო ძალიან კაი საუბარი გვაქვს. იდეაში ალბაზი ტაირას ქარდი უნდა ყოფილიყო, თუმცა ალბაზი ტრამვის გამო ჩაიხსნა ტაცურო ტაირასთან ბრძოლას. შეგახსენებთ ეს არის უმსუბუქეს წონა, flyweight-ი და მოკლედ გვაქვს მეჩაფი ტაცურო ტაირა, პარკ ჰიუნ სუნგი. ხო, უცებ შევეხოთ პატარა იმასაც ამბავსაც, რომ რეალურად ტაცურო ტაირას უნდა ეჩხუბა ალბაზისთან და პარკმა შორტნოტიზე ჩაანაცვლა არლიკ სპერესი, რომელიც ერსეკთან ბრძოლას ჩაიხსნა შემდეგ ივენტზე. ხო და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ორი ძალიან მაგარი პროსპექტის ბრძოლა მივიღეთ, სანახაობრივად ძალიან კაია, მაგრამ აი მე რას უპირებენ ერსეკს. იცი რა არის? ხო, ერსეკს არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით პარკმა ძალიან ბევრი რაღაც მოიგო, ტაცურო ტაირას რო ხვდება მაგით, იმიტომ რომ ტაცურო ტოპშიც არის თან. ტაცურო არის ჩემი აზრით flyweight-ის მომავალი. მეც ეგრე მგონია. შეიძლება როივალთან წააგო, მაგრამ შეიძლება ხვალ რო შეხვდნენ მოუგოს. უკვე აწმყოა, ხო? ხო, ანუ ხვალ რო შეხვდეს ძალიან დიდი შანსია რომ მოუგოს. აი ალექს პერესთან გამარჯვება ჩემთვის არის სანახაობა რა, ტაცურო ტაირამ რაც გააკეთა და იქ რო გაჩერდა, ჯერ იქ რო ტეიქდაუნი გაუკეთა, ეგრე და მე სანამ ტეიქდაუნს გავუკეთებ და ეგრე რო ინარჩუნებდა ბალანსს ძალიან ისე ფეხზე იდგა ზურგი რო აიღო ტაცურო ტაირის სიმართლე რო გითხრა ტაცურო ტაირა ხო ესე მოჭიდავე არის რა ერთი შეხედვით რო შეხედო მაგრამ მე ფეხსაც მაგრად მომწონს ტაირას ჩხუბი როივალთან იდეაში უფრო იცი როგორი რაღაც იყო ანუ ტოლს არ უდებდა როივალს რა ეხა კი იქ ჭიდაობაში აჯობა რა თქმა უნდა როივალს რო აჯობებდა თუმცა ფეხზე ძალიან დიდი ისეთი არისო რა სხვაობა ხო ხდები კი ხდებოდა დარტყმები და რაღაც მაგრამ იქ უკვე დაზიანების თემებიც ხო რაღაც და შეიძლება მაგიტო ვიძახი რა ეხა ილია რო შეხვდეს ოლივეირას აი სულ ქართველებზე მომყავს მაგალითები რა ილია რო შეხვდეს ოლივეირას 100 ჯერ 100 ჯერ დარწმუნებული ვარ რომ განსხვავება ანუ თუ მობეზდება შეიძლება დაასაბმითოს მე რა რაღაც ეგეთი მაგრამ ანუ წაგება არ არსებობს მან და ტაირა როივალის ჩხუბი რომ შედგეს აი 5 ჯერ მე მგონია რომ აი მოუგებს ტაირა ბევრჯერ თან რა მაგ 5-დან და მაგიტო მოკლედ ისეთი მებრძოლია რა მაგ წაგებით ვერ ჩამოვწერთ როივალი ძალიან გამოსტილია ძალიან მაგარი მებრძოლია ერთ ჯოშუავანთანაც ვნახეთ რომ რავი ვენთან ჩემი აზრით ცუდი გეგმით იყო როივალი საჩეხავთ იყო გამოსწორებული შეეძლო მოგება რა როივალი ძალიან მაგარი ხო ტაცურო ტაირას რაც შეეხება აზიიდან მოდიან რა ეხლა ეს ტიპები ტაცურო ტაირა სხვადასხვა ბევრი არისო ხო სურუია თუნდაც წავგებერე წააგო
წააგო ხო. კავანასთან წააგო. კავანასთან. ხო, კავანაც ძალიან მაგარია. ნუ flyweight-ი და ჭირდებოდა რა პანტოჟას დომინაციას ესეთი პროსპექტები, თუმცა დაცურა ტაირას ევით არის გასული საკამაოდ უკვე. აქედან პარკი ჯერჯერობით დაუმარცხებელია, მაგრამ არ გაუვლია ესეთი ოპონენტები როგორც დაცურამ გაიარა რა და ნებისმიერ ოპონენტთან შენზე გამოსtildeთან ბრძოლა გაყალიბებს კიდე სხვა მებრძოლა და განვითარების საშუალებას გაძლევს. ეხლა პარკ შეიძლება ისეთი რაღაცეები დაახვედროს დაცურამ ცხოვრებაში რა აუცილებლად დაახვედროს. თან ხა ჭირდება მოგება შესანიშნავი სერია გაუფუჭა რო იყო ბოლო-ბოლო რა. ხო, ერთი ეს ნულიანი მოაშორა. ეხლა ალბათ უფრო უფრო თავდაჯერებული. მე მგონია რომ უფრო კარგიც არის რომ დამარცხდა რო. ხო, რას აი წნეხი მოიხსნა რა. კი, ზუსტად. ანუ ეგ ყველასთვის არ არის აუცილებელი რომ აუცილებლად ნულიანი კონდეს რა. ეხლა დრიკუსაც აქ ჩემპიონი არის კაცი წაგებული აქ. მერაბსაც წაგებული აქ და რამ ხელამოგებიანი სერია აქ და ბენთემოიტის გოუთი არის. ნახაჩევსაც წაგებული. ვულკანოვსკის აქ წაგებული და ტიპმა კამარი დაიბრუნა აგერ. მახაჩევს უმძიმესი ნოკაუტით აქ წაგებული. ანუ წაგება არაფერს არ ნიშნავს იდეაში რა. ეხლა ეს ნულიანი კი რა თქმა უნდა დაუმარცხებელი რო ხარ ხო ან დაუმარცხებელი რო ხარ სხვა არის მაგრამ ეხა მაინც არაფერია შეიძლება აი კონორს აქ სხვათა შორის როცა აი ჯერ კიდევ ხიზლად იყო ხოლმე და სპორტსმენი იყო მაშინ აქ ნათქვამი მაკგრეგორს ეგეთი რაღაც რომ მე რო ვაგებო სწავლობ რა მაგ წაგებითო რა და ეგრეც არის მოკლედ რა რომ წაგებული ყოველთვის უფრო მეც სწავლობს და ტაირასთვის ეგ რა თქმა უნდა აი ეგ წაგებაც მით უმეტეს ისეთ მებრძოლთა როგორც ბრენდონ როივალი არის ძალიან ბევრს ასწავლიდა გეგმის კუთხითაც, სიმშვიდის კუთხითაც, წნეხის კუთხითაც, თვითონ ბრძოლაში როგორ უნდა მოიქცეს, სად როგორ უნდა შევიდეს, სად გადაწყვიტოს გრეპლინგი, სად ფეხზე დგომა. ეგ ყველაფერს სწავლობ წაგებაში უფრო რა. მილიას არ ეხება ეს ყველაფერი. ხო, გადავიდეთ ნოლ პრედიქშენებზე, პარკზე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ 10-0-ზე არის და 5 გამარჯვება აქვს ნოკაუტით 4 საბმიშენით. კი, იმენა flyweight ესეთ ფინიში. პირიქით 4 ნოკაუტით 5 საბმიშენით, 5 აქვს პირველ რაუნდში UFC-ში 3 ბრძოლა ჩაატარა და 3 ფინიში დაასრულა. მაგარი კაცია ცა. უბრალოდ ოპონენტები არ ყავდა ინდონის რა. აი ისეთი ოპონენტები არ ყავდა რომ გაოცდე რომ აი 3-დან 3 ფინიში აქვს და რაღაცა. მე სიმართლე ვგითხრა ეს ჩხუბი მე გადაწყვეტილება მგონია. ხო, მე ფინიში მგონია. აი ეგეთი ფინიშერი ტიპები რომლებიც no name ხალხს ხვდებიან UFC-ში და აფინიშებენ, მერე თუ ოპოზიცია ესდებათ საგრძნობლად ძირითადად ხოლმე მიდის გადაწყვეტილებამდე ხოლმე. თუმცა ეგ მათემატიკა ყველგან არ მუშაობს რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც რავია, ტაირა მგონია რომ აი კარგად 1-4-1-ს მოუგებს. აი იმენა ბენეფისი ექნება დაცულა ტაირას. ხო, დიდი შანსი. მე მაგას ვიყო. სავარაუდოდ კი არა და აუცილებლად ფავორიტი უნდა იყოს. ხო, არ გადავიდეთ. აი კომეინი არის მეგობრებო, ის ჩხუბი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ ჩემი აზრით. მატეუშ რებეცკი, კრის დანკანი. იმიტომ რომ ეს ჩხუბი მგონია ფინიში. ორლბაი დაბრუნდა რებეცკისთან ომის მერე და მოიგო. თავისი ბრძოლა. და თავის მხრივ კრის დანკანი ორმოგებიან სერიაზეა. პირველი რომ მოუგო გავგიშდები ბალიჯიოკის. ხო განიხილე. ხო. ამ ზემოდან რო იყო ბალიჯიოკი და ისე რომ დააძინა ვერავინ რო. ვერავინ მოხდა დააძინავს ბიჭო. როგორი რაღაცა იყო, იცი გილიოტინაზე არ ეჭირა? გილიოტინაზე ეჭირა ტიპს და რო გაუშვა ხელები. ანუ დანკანი დაიღალა რა, ხელები დაიღალა. თურმე დაუსაბმითებია რა, იმას ხელი არ დაარტყა, ზევიდან ვინც იყო. სამაგის ხო. და რო გაუშვა ხელი ურტყავს რა თავში ქვევიდან და არ არის არ ძინავსო ამასო საჩევრე მე ხელი ააწევინეს ტიპს და всё რა. მე ზეგბეცკის ვანიჭებ ძალიან დიდ უპირატესობას ამ ჯგუფში რა. ხო, ბიჭო და ძალიან არა სხვა დონე არებიც კი საერთოდ სხვა დონე. კი, მაგაში გეთანხმები, მაგრამ აუ ის ორალბაი რებეცკის ხო შეხვდა. ის სისხლიანი ჯგუფი ხო რებეცკი იყო. აუ ეგ იყო რაღაცა სწაული ჯგუფი. ორალბაი კოპია, ძალიან მაგარია ორალბაი. ორალბაი ძალიან გიჟი არის, აი იქ იმას რო შეხვდა ბაქოში ახლა. რა ქვია, გუშინ უყურე კიდე მაგ ბრძოლას.
ლაივში ყურება არ გეყავ? ხო რა, მაინც გადავიარე უცბად ოროლბაი რებეცკის ჩხუბს უყურე და მე ოროლბაი გამახსენდა თავიდან და მეთქი დავაი უყურე. მუსაიევს. ხო, იმას რა ქვია, ტოფიკ მუსაიევი. ის ტიპი არის მუსაიოვი, ჩემი აზრით არ გაუმართლა ძალიან ოროლბაი შეხვდა და აუ ეგ იყო, რავი, ანუ ლაივში რო უყურებდი ოროლბაი, როგორი სიმშვიდით აკეთებდა ყველაფერს, წაქცევა, მერე კი მურა, რავი, ანუ ყველაფერი რა ვაფშე და მოკლედ ცალკე სანახაობა არის გრეპლინგი, რავი, მაგარია ძალიან. მიკეტიბეკ ოროლბაი. კი, ძალიან რებეცკისთან ქონდა რაღაცა სასწაული ჩეხაობა. ძალიან მაგარი სწავლი იყო რა. მაგრამ მან და ნუ ერთი რაც აღსანიშნია აუცილებლად ის დაზიანება რაც ქონდა ოროლბაის ხო რა თქმა უნდა მეორე რაუნდში რო გამოვიდა და ის რაუნდი მოიგო რა ოროლბაი პირველ რაუნდში ეგ დაზიანების მე უბრალოდ რებეცკის მაგჩხუში იქ არ გამომართლა თაობით რომ დაეტაკნე წარბი ისე გაუცხდა რომ სისხლისგან იცლებოდა ტიპი რა ხო კი მაგრამ იმას თვალი ქონდა რაღაცა სწავლულად აი თლიუს ხედავდა როგორ არ გააჩერეს ვაფშე გამეკვირდა ხედავდა ანუ ხედავდა ხო იგი აფარის და უთხრა ხო აფარის და უთხრა დანკანი თავის მხრივ ჩემო ძმაო დანკანიც მაგარი მებრძოლი არის მე ეგრე ვერ ჩამოვწერ სიმართლე ჩემი აზრით კლასების სხვაობა არის მაგბრძოლაში რა კი ბატონო მაგაშიც გეთანხმები ხა ფავორიტი ბალეჯიოკისთან იყო ძალიან დიდი ანდერდოგი და რა ბალეჯიოკი ნუ იმ კონკრეტულ მომენტამდე კარგად უტევდა კარგად კი აქციებითაც ხო წააქცია და რო დანკანმა რავი გამოვაზრო საიდან რაღაც ეს მოგება ნუ ეკუთვნოდა რა თქმა უნდა ანუ საერთოდ ვერ წარმოიდგინა რომ მოიგო და ისე სხვათა ანუ საბოლოო ჯამში მე მგონია რომ ჩეხაობა იქნება ეგ ჯგუფი და მე მგონია რომ აუცილებლად ფინიში იქნება რა კი იმის ფინიში მგონია ამ ჯგუფში ნუ კონკრეტულად რებეცკის ფინიში მგონია მე პირადად ხო სხვათა შორის კრის დანკანს ხა ეს არ მახსოვდა ეხლა გადავამოწ მანუელ ტორესთანაც აქ წაგებული უბრალოდ პირველ რაუნდში და ხო კიდე ჯორდან ვუჩენიკი ძალიან კარგი მებრძოლია უბრალოდ არ გამომართლა გურამ ქუთათელაძესაც რო შეახვედრეს ეგეც არ გამომართლა კრის დანკანთან ვუჩენიკი კარგად გამოიყურებოდა დარტყმს უტარებდა კრისტანგას მაიგ ბრძოლაც ნახე გუშინ ხა აღარ მახსოვს ხო იმენ ნენელა ვიხსენებ რა ხო და ვუჩენიკი რო შეხვდა კარგად ფეხზე კარგად იდგა და თან ეჭიდავებოდა კიდევაც რა და ერთ შესვლაზე უბრალოდ კისერი დაუჭიდა დანკანმა და ძალიან ისე საბმიშენით რო არავინ არ ელოდა ისე მოუგო და UFC-ში სხვათა შორის ერთი წაგება აქვს მხოლოდ ხო მაგრამ აი რასაც ვიძახი მაგრამ რებეცკის ჩემი აზრით ამ კონკრეტულ მეჩაპში აქვს უპირატესობა ის რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერია ის one punch KO-ც აქვს და დანკანი დარტყმებს ატარებს რა ჭიდაობა ძალიან კაია მაგიტო უჩენიკი ფეხზე კარგად იდგა თქო იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირად უცნაური დაცვა აქვს რა და მაგიტო რებეცკი მგონია რა თან მაგრად მგონია სხვათა შორის რებეცკი ხო მეც ვფიქრობ ეხლა რომ მოიგებს. რო დაუკვირდი, მაგრამ ხო რა, მაინც ფინიში მგონია შხუბი ყველა ვარიანტში და სხვა არ ვიცი რა, ეხ დიდი შანსი არ არის, მაგრამ კრის დანკანსაც აქვს შანსი რომ მოიგოს. კაი, გადავიდეთ რა. ელვის ბრენერი, ესტებან რიბოვიჩი ვაგრძელებთ, მოკლედ მსუბუქი წონის ჯახებს და ელვის ბრენერზე ნუ ჯერ მოდი ესტებან და არგენტინელით დავიწყოთ. რიბოვიჩი არის ფინიშერი პირველი მაგას უტყვი ფინიშერი ტიპი ეს თუმცა ცოტა შეაპარა გადაწყვეტილებებით სანამ მოვიდოდით აი ტერენს მაკკინისთან ჩხუბს უყურე თავიდან და მაკკინის ის ფეხი რო გაარტყა გაღიმებული დააძინა ეგ ჩხუბი გააკრახი აი ესე ჰედკიკი ხდება ტიპს მაკკინის და დაჯდება და გაღიმებულია იმენ და გაღიმებული ძინავს რა მაკკინი თავის პრედიქშენებს აკეთებს TikTok-ზე მაგარი ტიპია მაკკინი ინტერესს მაკკინი მაგრად მევასი აქეთ ელვის ხო მაგრამ ანუ რიბოვიჩი საკ ძალიან ბევრი split decision-ით გამარჯვება ძალიან ბევრი UFC-ში რავი ძირითადად პროცენტულად არ ვაიღო ძირითადად decision-ია ძირითადად split decision-ით ხო იდეაში იყო ფინიშერი UFC-ში რაც მოვიდა ნუ ერთი ფინიში ის აქვს ტერენს მაკკინისთან
და ხო რა გადაწყვეტილებებიც აქვს მოკლედ რა თავის მხრივ არ დალიწოც მაგრამ ტელეფონი ოპონენტს ოპონენტი ელვის ბრენერი ვისაც არ გახსოვთ ელვის ბრენერი არის ადამიანი რომელმაც რანაირად მოგო გურამ ქუთათელაძეს გამართლებით ორი ბრძოლა აქვს ფინიშით მოგებული UFC-ში ორივე გამართლებით აქვს მოგებული გურამ ქუთათელაძე მაგრადაცემა იმენა 10-8 მოუგო ორი რაუნდი თეთრით გაუწითლა იმენა გაუწითლა მაგრაცემა და აი ამ მიდამოებში მოვარტყა რა აი აქ მოვარტყა და მეორე ბრძოლა რაც ფინიშით აქვს ბრაზილიაში აიღო ის ფინიში რა მოხდა იცი ანუ წავიდა და მარჯვენა მოუქნია მარჯვენა ვერ მოვარტყა და თავი რო შეტრიალებული ქონდა იმ ტიპს წარმოიდგინე ხა მარცხენა ხელი მოუქნია მარცხენა ხელს რო გიქნეს ხო მარჯვენა უნდა მოგხვდეს ხა შეთქო ესეთ გახარ ხო ესე ხო არ ეჭხუნა კაროჩე აი ესე ხო წამოვიდა ეს მარცხენა ხელი და მოხვდა აი აქ რა ყურის ძირში მოხვდა ამ ტიპს და ეგრევე არ დააძინა დაწვა დაიძინა იმენ აი როგორ ოღონდ იცი ეგრევე თავით წავიდა ეს დაწვა გაიშალა და ცოტა ხანი ვერ დგებოდა ბრენერის კუთხე სხვადასხვა არის ჩაუზოლი ვეი კი ნეტა თუ იქნება კიდე ეგ არ ვიცი აი თუ არის ხოძე არ ვიცი თუ გამოიღვიძა სულფასონად და თუ არის რა ვიცი აზროვნებაზე მაშინ იქნება ბრენერზე რა აი ეგ შეიძლება ახსენი გურამთან მოგება იყო რაღაც სასწაული აი აფსეთს რო ეძახიან ჩემი აზრით ეგ იყო თვითონ ბრძოლიდან გამომდინარე რა და რატო ეხა 10-8 რო უგებ ერთ რაუნდს კი არა ორი რაუნდი მოუგო გურამმა 10-8 და საერთოდ აი არსადრო არ იკითხება რომ აი ეს უნდა მოიგო ბრენერს უბრალოდ აი აქ მოხვდა გურამს და ჩაიკეცა რა არ ვიცი მან მართლა მე მგონი რაღაც კონდიციებთან პრობლემა მქონდა გურამს ანუ ჯანმრთელობის პრობლემას ვიძახი ვერ ხვდები ისეთ ადგილას მომარტყა რომ ჩემი აზრით რაღაც არ უნდა ჯანმრთელად ყოფილიყო აი აქ ხო ისე გამისმოდა არავინ არ კვარტერიები და რაღაცები ყველაფერი გადის და თან დაღლიულზე უკვე მესამე რაუნდი იყო და მოკლედ არა და როგორ მოგებული ჩხუბი თან ანუ რა უცნაური იყო ხო გახსოვს ანუ აქ მოხვდა გურამს და ნელ-ნელა წავიდა აი გაითიშა რა აი ეს დაიმართა ხო თითქოს ანუ არც თითქოს დარტყმა არ ყოფილა ისეთი რა. ხო და მაგრად დაბეკვა მანამდე იმენა სასწაულაცემ აქ გაარტყა, აი აქ იდაყვი მახსოვს რომ გაარტყა, აი აქ ეს გადაუხსნა, აი ეს ეგრევე გადაუხსნა. თვითონაც შოქში იყო რომ მოიგო. ხო რა ეგა რა მოკლედ კაი აი ეს ბრძოლა ან მოსაწყენი 3 რაუნდი იქნება ან ფინიში სასწაული ფინიში აი რაღაცა იგეთი მგონია რომ იქნება და მე პირდაპირ ვიტყვი რომ რიბოვიჩი მგონია რომ მოიგებს რა დიდად არგენტინელები არ მევასება მით უმეტეს პრადო საერთოდ არ მეხატება გულზე ფრანცისკო პრადო მაგრამ რიბოვიჩის მიმართ რაღაც ისევ არ უფრო რა უკეთესად გადავიდეთ ხო? ელიზეუ ზალესკი დოს სანტოსი ნიუმეგნის წინააღმდეგ. რას ფიქრობ? ელიზეუ მოდის ჩინინჯოკუანისთან ტექნიკური ნოკაუტით წაგებით, ნიუმეგნის მოხდით წაგებით. და რას ფიქრობ? ნუ რეალურად როგორი რაღაცა არის, უშუალოდ კაპოეირა სტილით ძალიან ონტონს რა. ელიზეუსი დარტყმაც მძიმე აქ მეგნი იმითი არის ცნობილი რომ ამდენი წელია UFC-ში ამარა ფინიშებით არ გამოირჩევა საერთოდ რა. ნაუ ძირითადად გადაწყვეტა. ხო, ნუ მგონია სტრაიკინგში თუ წავა ეს ბრძოლა ელიზეუ ალბათ ნუ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ელიზეუსკენ უფრო ვიხრები კონკრეტულ ბრძოლაში რა. კი რა, იცი როგორ თემა არის აი ზუსტად თქვი გადაწყვეტილებებით რო იგებს ნიუმეგნი რა და მე მგონია რომ უფრო გამოცდილების ხარჯზე თუ გადაწყვეტილებამდე მივა ბრძოლა მგონია რომ ნიუმეგნი მოიგებს. თუ არა და მგონია რომ თუ ფინიში იქნება უფრო ზალესკისკენ ვფიქრობ რა მაგრამ რა სხვათა შორის გამოსვლებით ნაკლები მეგნიზე იცი შონ სტრიკლენდი და ბევრი პროსპექტს დამარცხებული ძალიან ბევრი ელიზეუ მაგარი არის ძალიან ხელში აკეთებს დარტყმის ძალაც აქ მაგარი იქ ჩიდის რო ეჩხუბა ეხა ჩიდი ბენგ-ბენგს რო ეჩხუბა ბოლო ჩხუბი სანამ დაანოკაუტებდა მოკლედ ნჯოკუანი მაგამდე კაი სუყე დარტყმები გაუტარა რა და კაი მებრძოლი არის ძალიან ელიზეუ და მაინც უფრო ელიზეუსკენ ვიხრები თუმცა აი ნილმეგნიზე რა აი წერმოლაპარაკობდით ცალკე მეტაში და იქ ვთქვი რომ აი იცი როგორ ტიპი არის ტოპ 15 ხო არის და 15-ის იქით არ ვიცით ვინ რა პოზიციით არის რა თლიანად აი ახლა ამ შემთხვევაში ქვესაშუალო ზონაში და აი ნილმეგნი მგონია რომ აი სადღაც 10-ულში იქნება ყველა ვარიანტში რა აი ტოპ 15-მდე ან ტოპ 25-ში იქნება რა ჩემი აზრით და არის გეიტკიპერი ტიპი რა მეგნის მოუგებ წახო
პრატესმა გათიშა სასწაულად ერთი შეეხო და დააძინა მეგნი კიდე არაერთი ტიპი გაუულია რა მეგნის ხა ერთ-ერთი იყო მაიკლ მორალეში კი ბატონო მორალეშმაც გათიშა სპინინგ ბექ ფისტით და მოკლედ რა თუ სპინინგ ბექ ელბოუ იყო არ მახსოვს ზუსტად და მოკლედ მეგნი დანოკაუტებადი ტიპი არის რა მის თქმა მინდა და ელიზეუსთვის რავი ყველაზე კაი ვარიანტია ჩემი აზრით არ ვიცი რომელი არის ფავორიტი სიმართლე გითხრა ხო საინტერესოა ესე ვიცი ელიზეუ ხო უფრო მგონია რომ ელიზეუს უფრო აქვს ფეხზე გამარჯვების შანსი რა თქმა უნდა მეტი და ნუ თუ მეგნი შეურევს და გამოცდილების ხარჯზე მოუგებს ეგეც რა თქმა უნდა შესაძლებელი არის საბოლოო ჯამში მგონია რომ კარგი ბრძოლა იქნება რა მე მგონია რომ ფინიში იქნება და შესაძლებელი ელიზეუს ხო დიდი შანსია იყოს ფინიში გადაწყვეტილება მოდი თუ მე უფრო მეგნის ვფიქრობ რა ეგ ორი ის მაქვს მოკლედ მოსაზრება მოდი ახლა გადავიდეთ ქვემს ბუკწონას და ამით დავხუროთ ჩვენი დღევანდელი კარდი პრელიms დიდად არ შევეხოთ და მოდი ვისაუბროთ დენის სილვა კევინ ვალეხოსზე ვალეხოსის მიმართ მოკლედ დიდი სიმპათიები თუ არა მეც ძალიან დიდი სიმპათიები თუ არა და მგონია რომ თაობიდან რომელიც არგენტინიდან მოდის რა უშუალოდ MMA-ში ერთ-ერთი საუკეთესო პროსპექტი არის ვალეხოსი საუკეთესო თუ არა ხო დებიუტში ჩოი პირველივე რაუნდში გათიშა მოწყალოდ კი მაგრად მოუგო თავის ხოლმე ოპონენტი საინტერესო ყავს დენის სილვა კი კაი ოპონენტი არის ძალიან უბრალოდ მაინც მგონია რომ კევინ ვალეხოსი ჩემი აზრით მარტივად მოუგებს რა მეც ეგრე ვფიქრობ და ბუკმეიკერების ხო ხო რა ვალეხოსთან კაი დარტყმა აქვს ისეთი მსხვილი ხო ხდები განთიშავი კაი დარტყმა აქვს და საინტერესო ბრძოლა არის ეგეც რა ამით ჩავხურეთ ჩვენი კარდი შემოწმაო საკმაოდ ისეთი ნორმალური კარდი არის მეინი მგონია რომ ხო Apex-ის კარდია თუმცა მომავალი ივენთიც Apex-ში არის თუმცა დოლიძე ერნანდესი გაცილებით მაგარი იქნება ალექს პერესი სტივერსეგი გაცილებით უკეთესი იქნება და ასე შემდეგ მოკლედ ამას მე შევეხო მე მაინც გონია რომ ტაცურო ტაირას და პარკის ჩხუბის გამოღირს რა კარდის ყოლება ჩემი აზრით რებეცკი დანკანიც კაი იქნება მაინც მგონია რომ კომეინი გაამართლებს თავის ასე ვთქვათ ავანსებს რა მოდი ახლა ცოტა ფინიშებს კი არ ნიუსებს შევეხოთ პირველ ნიუსს ვიტყვი იმას რომელიც დიდი ხანია ასე თუ ისე გავრცელებული არის თუმცა არ გვისაუბრია ამაზე და რადგანაც მოკლედ ილია თოფურიას ბრძოლა უკვე ჩაიარა ერთი თვე გახდა უკვე რაც ილია თოფურიას ბრძოლა მორჩა და გავიარეთ მოკლედ ალექსანდრესაც უნდა წამოეწიოს თავის ბრძოლა და ერთ-ერთი ესეთი კარგი მეჩაფი რაც ასე ვთქვათ გავრცელდა და მეც ვფიქრობ რომ ჩვენთვისაც საკმაოდ კარგი იქნება და მაგაზე ვისაუბრებთ რატომაც არის მალკომ ველმეიკერი one punch KO მასტერი რაც მოვიდა მოკლედ UFC-ში ორი ბრძოლა ჰქონდა საიმანთან და მოუტინიოსთან და ორივე ძალიან ცუდად გათიშა რა იმათთვის ოპონენტებისთვის ცუდად და მოდი ჯერ შენ დაიწყე რას ფიქრობ ამ მალკო ველმეიკერი ალექსანდრე თოფურიაზე პირველ რიგში იმას ვფიქრობ ალექსანდრეს კარგი მეჩაფი არის ძალიან იმიტომ რომ ჰაიპი აქვს ველმეიკერს ბანდამვეიჩი მით უმეტეს ფინიშებით გამოირჩეული მერტოლი ბევრი არ ყავს ნუ ეხა მაგი და ველმეიკერი მახსენდება ამ მომენტში პირადად სომალიც არის თიქნესთან მოგების შემდეგ ალექსანდრეს დააბრუნებას ყველა ველოდებით თან მაგრად ველოდებით ალექსანდრეს დააბრუნებას გვინდა მალე აიწიოს უმართან აი რომამდე და მგონია რომ ძალიან ანუ უკვე ველმეიკერის შემდეგ ვინმე ტოპ ტიპს მიცემენ რა. ოღონდ ტოპ 5 და ტოპ 10 არ ვიძახი. შეიძლება ტოპ 15 მიცენ. კი, ну, ან მინიმუმ 15-თან ახლოს მიცემენ. კი, ამას ხო ისიც უწყობს ხელს, რომ თუნდაც ილიას ძმა არის, ну, ის სტილი როგორც ჩხუბობს და ძალიან ალექსანდრეზე იცი რა დავაკვირდი კიდე, ანუ ძალიან ბევრჯერ გაუსვეს ხაზე თუნდაც თიქნესთან ბრძოლის პერიოდში პრესკონფერენციები კი და ინტერვიუები რო იყო, სულ ილიას ძმა სუხსენებდნენ და თავის ეგოს და თავის პერსონაჟს უფრო ქმნის ალექსანდრე რა. მეო ილიას ძმა არ ვარო, ის კი არ უთქვამს ილია ჩემი ძმაო რა რაღაცა სისულელე. არა ის თქვა უბრალოდ რომ მე არც ვოლკანოვსკის ტიმმეიტი არ ვებრძვის მეო მახსოვს ეგ ინტერვიუ და არც ილიას ძმა არ ებრძვის
ვოლკანოვსკის teammates-ო რა, აქ არის Thickness-ის და ალექსანდრეს დაპირისპირებაო რა და ჩემი აზრით სწორადაც იქცევა და ეგრეც უნდა იყოს თავის პერსონაჟი, თავის ქარაქტერი უნდა შექმნას, რა თქმა უნდა, UFC-ში და როგორც ახლა აი ვიზე იყო კი აღა ბენსი, მაგალითად გილბერტ ბენსი ყავს ძმა და ბენსის ძმა მარტო ეგრე იცის ყველამ რა, ეგრე არ უნდა იყოს რა თქმა უნდა. უსმანის ძმა, მუჰამედ უსმანი მაგალითად. და მოკლედ ეს და რაც შეეხება ახ კონკრეტულად ველმეიკერი ალექსანდრეს ბრძოლას, მე მგონია რომ ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება თუ შედგა რა თქმა უნდა ჩვენთვის კარგი იმიტომ არის რომ როგორც ჩვენ თქვი ჰაიპი ძალიან ბევრს ნიშნავს ორი ბრძოლა აქვს one punch KO-ით მოგებული მალკომ ველმეიკერს და ასე ვთქვათ უკვე ბევრს ელის ხალხი მისგან და თავის fan base-იც გააჩნია უკვე და ალექსანდრეზე რა თქმა უნდა არაკლია ეს მხარე თუმცა თემა ის არის რომ UFC-ში მსგავს მებრძოლს რო დაამარცხებ რომელიც არის one punch KO ტიპი და ზოგადად კარგი დამტყმელი რა უკვე როგორც ჩვენ თქვი უკვე ძალიან წინ გწევს რა მგონია ბრძოლა თუ შედგა ალექსანდრე ალბათ მასტერ კლასს ჩაუტარებს ყველაფერში როგორც იქნება კი აი როგორც იქნება სტრაიკინგის მე მგონია რომ აურევს დააგდებს კიდევაც გრეპლინგი გაუნდ ენ ფაუნდი რავი ფეხზე ყველაფერი კლინჩის გარდა ყველაფერი იქნება ჩემი მე არ გამორიცხავ ალექსანდრემ გათიშოს არ გამორიცხავ აი როგორ მგონია იცი რო ფინიში სუფთა კრივით აი ლამაზი კრივი დასწრია და ხვეწილი აი მაგ კრივით ჯერ თიქნესაც გაარტყავს სხვათა შორის ეგ ერთი კაი დარტყმავს უკვე და თავის მოძრავა ჩან ზუსტად ილიასავით ჩამს მეთქი აი ილია ხო არ არის მეთქი ნატავი და ისეთი აი იმდენად ერთმანეთს გვანან ძალით კიდე ძალა მაგ ალექსანდრეს მაგ უბრალოდ თავარი განსხვავება იცი რა არის ილიას და ალექსანდრეს შორის ალექსანდრე არის უფრო დალაგებული ხო წნარი და აი რო ელოდება რა აი ილია განა არაპროფესიონალურად წინ მიდის ილია და რაღაცა ეგ რა თქმა უნდა არა უბრალოდ ალექსანდრე უფრო წყნარი არის რომელიც უფრო ელოდება მეტოქის შეცდომას რა ეგ თვითონაც აქ ალექსანდრეს ნალაპარაკები ძალიან კარგად აქ გახსნი რეალურად რა განსხვავებაა მაგათ შორის და ილიაც მგონია რომ პატივისცემით რაც გააჩნია უფროსი ძმის მიმართ და როგორც საუბრობს მასზე ჰაიპსაც წევს რა თქმა უნდა რა მე მგონია თან აი იდენტურა აი ხო ძალიან გვანან რა აი ყველაფერი ძალიან გვანან ზურგზე ხო ერთი აქვს აი გარი ძმობა რა და ზუსტად ეგეთი ძმობა ჩემი აზრით UFC-ში და დიაზებზეც არა დიაზებმა ვერ მიაღწიეს იმას რისთვისაც უკვე მიღწეულია რასაც ჯერ მარტო ილიას აქ მიწევს მარტო ილიას აქ ორი წონის კამარი და იმათ ორივეს ერთად არ აქვს ერთი კამარი ეგ თემა არის რომ ძალიან მგონია რომ ალექსანდრეც ძალიან წინ წავა რა აი სასწაულად მაგარი მებრძოლი არის ის ერთი წაგებაც რაც აქვს კარიერაში მუტანტთან და წაგებული ახალგაზრდობა ივო ივანოვთან ხო ჯერ კიდე აი ჩამოყალიბებული რო არისო ალექსანდრე ტანის მხრივ ადრე იყო ქართულ სპორტში ეგრე ხდებოდა ხოლმე ეს არევაწონების რა ხო ანუ იმას თუ ოპონენტი არ ყავდა მოდი შედი ხო რა შედი რა და იმენა 20 ქართველები ზოგადად არ უშინდებით ეგეთ რაღაცებს მაგალითი არის ამირან გოგოლაძე წინა პოდკასტში ვისაუბრეთ მაგაზე რომ ტიპი დერინერთან მიდიოდა 17 წლის ასაკში რომ ეჩხუბა და რა ყველასთან თანახმა არის ბრძოლაზე და კი ბატონო რა და რადგანაც მოდი ამირანსაც შევეხეთ და ზოგადად ქართველებზე ვართ მოდი ახლა გავაგრძელოთ ესეთი ძალიან სასიამოვნო ნიუსით კიდევ ერთი ქართველი გვეყოლება მალე UFC-ში ველოდებით ლევან ჩოხელს რომელმაც განაცხადა თავის page-ზე social ქსელში ასე ვთქვათ რომ ჩემი ასე ვთქვათ გულშემატკივრებისთვის მაქვს კარგი ამბავიო UFC-თან კონტაქტი შედგა ასე ვთქვათ და მალე UFC-ში ვიქნებიო და ბრძოლაც მექნებაო რა არა fake news თვითონ ლევონმა დაპოსტა რაღაცა იქიდან არ არის რა მოსული თქვენ სავარაუდოდ გექნებათ ნანახი ეგ და ვინც არიცით მოკლედ იცოდეთ რომ ლევონ ჩოხელი მალე შეემატება ახალწლოვან კატეგორიას გავხსნით ჩეპტერს რეალურად მერაბის გვერდით რა ვინც არიან ბიჭები ხო ყველა ძალიან მაგარი ტალანტი არის რა თუნდაც ოთარი ავიღოთ ამირანის იყო ხშირად ხო რა საღლიანი თორნიკე ლევანიც რა თქმა უნდა ასევე YouTube-ე ლაშა ნუ ამირანის ლაშა მესხი ხო თუნდაც ან ბოლოს იმდენ მაგარ მებრძოლს კრიბოს მერაბ დვალიშვილი შეიძლება თავისი UFC გახსნას რა
კი, სინდიკატისნაირი ზუსტად სადღაც ვეგაში. გადავყავ ჯონო. ჯონო, ჯიგო. გამფიე. ჯიგო. თან მეზობლებიც ისეთი ყავს რა არაც. ხო. ალჯო. ხო, Hey, this is my neighbor, man. He's a very good man. ხო, რაც შეეხება ახლა ლევონს, რა უხსნით ახალ წონით კატეგორიას და რა ვსგულისხმობ ამაში, რომ არასდროს არ ვყოლია UFC-ში, ჯერ იქით middle-ში ყავს რომანი და იქითაც არ ვყოლია light heavy-ში, რომანმა კი ჭუმა რეალურად ვიძახი წონებს რა მიდლი არის რომანი და მოკლედ ქვესაშუალო წონოსანი არის ლევან ჩოხელი და რატომ მიხარია ეხ ცალკე კიდე ბედნიერება არის ის რომ ლევანის ძალიან მჯერა და რატო ძალიან მაგარი მებრძოლი არის რამოდენიმე თვის წინ გახდა PFC-ის ჩემპიონი ჩვენ პოდკასტში ერთ-ერთ პოდკასტში ვისაუბრეთ მაგაზე, როცა გაიმარჯვა მოკლედ ულამაზესი ნოკაუტით ლევან ჩოხელმა პირველივე რაუნდში და რატომ მიხარია ეხა ცალკე კიდე ქართველები რომ მოდიან ეგ ცალკე გასახარია და ცალკე ლევანზე იმას ვიტყვი რომ ძალიან მაგარი მებრძოლი არის, ჯანი არაკლია, უმაგრესად ურტყამს ხელსაც და ფეხსაც, ფეხით ფრონტ კიკით ყავს ტიპი ბელატორში გათიშული ისე რომ ფეხზე ვერ აყენებდნენ ძალიან მაგარი მებრძოლია გრეპლინგი და კარდიო არ უჭირს ფაქტია მერავთან ერთად არის ბოლო-ბოლო და ხო რომ დაუღლელი ტიპი იქნება და ჩემო ძმაო მე მგონია რომ ლევანი დიდ პრობლემებს შექმნის UFC-ის ქვესაშუალო წონაში თან ისეთი წონაა რა მაინც ხო ხდები თან ანუ სად ბელატორში რო ხარ იქ რო წმენა გახშენი თავის და სად UFC-ში საერთოდ სხვა და UFC საერთოდ რო ინტერესდება შენით UFC თან თემა იცი რა არის ლევანი არ მოდის თუნდაც დანავაიცის კონტენტერების სერიიდან ხო ანუ პირდაპირ დაუკავშირდნენ და შესთავაზეს რა და მე მგონია რომ საკმაოდ წინ წავა ლევანიც რა ტოპ 15-ში მინიმუმ მგონია რომ იმედი გვაქვს და ეს ბიჭებიც უნდა ჩამოთვალეთ ახლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა თუნდაც MMA-ით და მგონია რომ აი გენში მართლა რაც ვაქ ქართულის ეგ არის ბრძოლა რა კი ზუსტად ჩვენც ვიბრძვით რომ აგერა YouTube-ი რამე რა იცი რა იქნება მომავალ კი რა თქმა უნდა არა ძალიან კაია მართლა და გვიხარია ხო ძალიან გვიხარია ზოგადად ნუ სანამ UFC უნდა მივონ იქამდე რა წარმატებებიც აქვს და რეალურად ისეთი სპორტი არის რომ ანუ სწორ ცხოვრების წესს მოითხოვს რა ძალიან ბევრი დისციპლინას მოითხოვს იცი რა არის აი სხვათა შორის ახლა ტერენს მაკინის ჩხუბს უყურებდი ონდვისთან აღარ მახსოვს დღეს მაგრამ აღარ მახსოვს უკვე და იქ მინდია იძახდა კომენტატორი მე მგონი იქ იყო რომ ტერენსიო გადაარჩინაო სპორტმაო რა ხო ეგრეც არის ნუ მაგის ისტორია ხო კვდებოდა იმენად ვინც აიცით მაკინის ისტორია შეიძლება მოყოლიც კონდეს უკვე მაგრამ მოკლედ ზედოზირება ქონდა ძალიან ისე შემჯდარი იყო მოკლედ სულ რაღაცეებზე და თავი დაიზიანა ერთ-ერთი ძალით თან ფაქტობრივად სუიციდის მსვლელობა იყო და და მოკლედ სპორტმა გადაარჩინა მისი ცხოვრება რა და ეგრეც არის რომ აი მაგალითად სტრიკლენდი და სტრიკლენდი არის კიდე ერთ-ერთი მაგალითი ტიპი შეიძლება ისეთი ცხოვრებიდან მოდის რომ შეიძლება ტიპები დაეჩეხა იმაში რა ქვია გარეთ ხალხი და ხო ხდები ან როგორი ტიპი შეიძლება ყოფილიყო და აქ ცლის რა ხალხი ეხლა სპორტში გადააქვთ და ხო რა მართლა იგია რა იმ აგრესიას და შინშილა სუიციდის გზაზე იდგა და დააბრუნა რა რეალურად სპორტმა ზოგადად ეგეთი სპორტი არის ყველაფრის ჩადევას მოითხოვს ყველაფრის ანუ იმ ენერგიას უარყოფითი ენერგია თუნდაც რაც გააქვს გინდას დადებითი იყოს რა თავიდან ბოლომდე ცლი ოქტაგონზე რო შედიხარ 15 წუთი იქნება 25 წუთი იქნება თუ 3 წუთი თუ პირველ ერთ წუთში დაამთავრებ ბრძოლას ან წააგებ ან მოიგებ არა აქვს მნიშვნელობა და ყველა სასწავლო იცი რა არის აი ჩვენ ვზივართ ხოლმე და ტიპებს რო დაუცინით ვით თავის ოცნებას დაწილობრივ მიაღწია და მესწიშია და ჩვენ რა ვიზახეთ რომ ფუ და ბიჭო იცი რა არის ეხლა რაღაც ვიტყვი ერთი რო შევადარო სხვა სპორტებს რატო განსხვავდება აი ფეხბურთი მაგალითად რა იღო უფრო აი ხალისიან სპორტთან ასოცირდება ხო ხდები აი მაინც კალათბურთი აი რაღაც მუღამი არის არსებობს რაღაც რომ მოიგო და რაღაც თავის დრამატურგია აქვს რა მაგ სპორტს თუმცა აი MMA ცოტა სხვა არის რა აი დაჟე ჯიუჯიტსუს და ჭიდაობასაც ვერ შეადარებ რა MMA ცოტა კიდე სხვა არის რა აი სხვა ემოციებია რა მაინც რა ანუ ადამიანი თვითონ იქ რო არის იმ ადამიანს შეიძლება ძალიან ბევრი ცუდი რაღაც ქონდეს გამოვლილი და ეგ ყველაფერი აქ ქონდეს გადმოტანილი რა და აი კაკრას
მაგას მანდ მივდივართ ახლა წერან შე რო თქვი რომ აი ოცნებას მიაღწია ტიპმა მაინცო რა და მანდ კიდე ვერ ხვდებით ჩვენ რამდენს ნიშნავს თითოეული მებრძოლისთვის იქ რო დგას რა და ეხ გამახსენდა ერთი ჭუბი კოპილოვი კრის კურტისი რა ბოლო 10 წამში მოკლედ კრის კურტისი ერთ-ერთი იყო რაუნდები მესამე რაუნდს უგებდა კრის კურტისი რა ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეგრე იყო და იდეაში ბევრისთვის და მოკლედ ბოლო 10 წამი არის აი როგორი დაგნარი მიდის იცი აი ყორივე სისხლი მოსდის და აი ფეხზე ვეღარ დგანან და ткаავდა გაარტყა 5 წამია დარჩენილი ხვდება ჰედკიკი კრის კურტის ეცემა ძირს და როგორ არის იცი აი 5 4 3 2 და ხო ნაცადო მესამე რაუნდი მთავრდება და ხელს აწევენ კრის კურტისის სავარაუდოდ რა ანუ მე ყოველ შემთხვევაში და აუწიეს ისა მსაჯი ჩადგა შუაში და ერთ წამზე გააჩერა ჭუბი რა და მიცეს ტექნიკური ნოკაუტი კი და ნოკაუტი მიცეს რომან კოპილოვს და მან რა ხდება ეხა მერე რა მორჩა ჭუბი და კურტის დგება და კარგად ვარო ყვირის რა რატო გააჩერე რა ჭუბიო რა მე რაღაც დრო გადის რაღაც ისე ხო უნდა დაწყანს ტიპი ვერ წყნარდება და იძახის ეგეთ რაღაცას რა ან მიკროფონში ისმის რომ ჩემი ცხოვრება არისო რა ეს ყველაფერი არის ჩემი ცხოვრებაო და ტიპმა ბოლო ერთ წამში გამიჩერაო ჭუბიო და როგორ გინდაო რომ დაუწყნარდებო რა და ეგრეც არის რა ბევრისთვის ვაფშე შეიძლება ეხ კურტისი არ იყოს რაღაც ტოპ რაღაცა 5-ის მებრძოლი და რაღაც მაგრამ იმას თავისი ოცნება აქვს იქამდე იწვალა მოვიდა 6 თვე სულ რო ეგ დაიკიდო ბოდიში ამ სიტყვისთვის 6 თვე და 5 თვე და 4 თვე იმზადა იმ ოპონენტისთვის და ტიპს ბოლო ერთ წამზე უჩერებ ჭუბს აი როგორი არის ხო და ეგ არის რა ძალიან ის არის რა სხვანაირი სპორტია ხა იმენა საშუღანტელმა დამია რა და ბიჭო ხო მე კიდე მაგის გამო შეიცვალა სხვადასხვა წონითი კატეგორია მე და ეხა კი ჭუბა და მოიგო ვისა ჭუბა კი აღარ მახსოვს ეხა ხანსი ჭუბა კურტისმა კრის კურტისი ვიღაც იყო აღარ მახსოვს ის სკლეროზი მაქვს უყურე მაგ ჭუბს აი იმენა უყურე მაგ კოპილოვი იმას ხო ეხა ხანსი არა ამას სახი ეხა ამ ქარზე არა და წინა ქარზე ან იმის წინაზე ხოლო ვიპორი ეს ქარზე იყო მოიცა ეგ უნახო პრელიმის დახურვა იყო მახსოვს ხალხი არა ესა ტეიშეირაზე იყო ტეიშეირა ლუის ქარზე იყო ხო გრიფინი კურტის კი ბატონო მაგის გრიფინი კურტის გრიფინი რო კარგად ჭუბობდა და მაინც რო წააგვა ეგ ჭუბია ხო და მოკლედ რა ძალიან ისე დრამატურგიული დასასრული კი გამოგვივიდა ბოლოსკენ მაგრამ ვაფშე დრამატურგიულად დავასრულე აუ მიდი გეხვეწები თქვი მოკლედ ყველა მიცით რომ მომავალ წელს იგეგმებათ მომავალ წელს იგეგმება თეთრი სახლის თეთრ სახლში ივენტის ჩატარება ქარდის ჩატარება სადაც სურვილს გამოთქვამს რა ყველა სურვილი არის ალბათ რომ აქ ქარდზე იბრძოლოს თუნდაც კონორ მაკგრეგორი გამოთქვამს სურვილს ჯონი ბოუნზეც იყო საუბარი ყველა გამოთქვამს უბრალოდ ეს ანუ რადიკალურად შეიძლება ბოდიში გაგაწყვეტენ კიდე ერთი ვინ გამოთქვა იცი რაზე არის ლაპარაკი ენდრიუ ტეიტი კი არა ვინ არის ხო ენდრიუ ტეიტი ის მილიონერი მელეხი მასტიო რა ენდრიუ ტეიტი და შენიას დვინ იქნება ოპონენტი შავკანიანი ენდრიუ ტეიტი ხო ბაქოს კარზე იბრძოლა ჯამალ ჰილი აია სასწაული ეტყვა დაამოღავა მუაიტაიო შენის კიკბოქსინგითაც კაი გააგრძელებს ხო და ხო ანუ ყველაფერი იყო დაალაგებული სულს ყველა გამოთქვა და თუმცა რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი როცა ჯონი ბოუნსმა უთხრა დანავაიც მოდი არ გვინდა თეთრი სახლი და ივენთი კრემლში ჩავატაროთ ფოტოს ჩავსო აი ეგ ფოტო უნდა ჩავსო ტიპი ჯონი fucking bones fuck Johnny Bones იმენა აი მაგაზე ვარ უკვე რა იმენა ხუით აი არ ვიცი ძმაო რა აი ტიპ ამდენი წელი აშენა და ბოლოს დაანგრია რა ბიჭო ხო არ შეპირდნენ რომ ახ რაც გინდა დააშავე არ დაგიჭერთ არ ვიცი ძმაო რა შეპირდნენ მაგრამ აი ესეთი სპორტული ტიპი რომელიც ანუ სპორტსმენი რომელიც იყო 24 წლის ასაკში წამოვიდა ამდენი რაღაც გააკეთა ამდენი წლის განმავლობაში ახლა ისეთ სისულელებს აკეთებს რომ აი ტიპს რო შეეკითხო აი გამლელს შეეკითხე რომელიც ასე თუ ისე ერკვევა MMA-ში გოუძე ვის გეტყვის აი ჯონ ჯონს აღარ გეტყვია არა აღარ აი სიმართლე გითხრა ძალიან ბევრს ნიშნავს ეგ რა მარტო სტატისტიკა არ არის და ყველაფერი რა ჩემთვის ახლა სემპიერი უფრო წინ არის უკვე ვიდრე მაგალითად ჯონ ჯონსი რა
ბიჭო, აი, როელი რო სიო, აი, მეტი რა უნდა ქნას და ბოლოს ქნა და ქნა. მაინც ქნაო რა, ეგ თემა. აი, ეგ იყო პიკი მართლა, ეხა საერთოდ არ ვიცოდი ეგ ნიუსი, ეგ ფოტოც საერთოდ გარტყმაში არ ვიყავი და რომ მანახე, აი მართლა ცოტა უკვე ძალიან ის მაქვს რა, შემეცვალა ძალიან შთაბეჭდილება არა და აი ამ ჩოყალაყებთან როდი, აი ამ ჩოყალაყებთან ფოტოსაც ჩავსვავ დაჟე რა. იმასაც ჩავსვავ იქ რო დგას ეკლესიასთან თუ რაც არის რა ვიმე. From Russia with love, I fuck you. აი მართლა fuck you. აი ჯონი ბონს ვიწო. ბიჭო, ამერიკელი ხარ ბოლო. კარგი რა. არ ვიცი რა. იდან ტრამპიები ფავება, აქედან ჯონი ბონს. მოკლავემ რა დახორიტავ ვერა, თეთრ ფეხს არ შეა. მაგას თუ არ ჩასვავ ძმანა ციხეში, ისე ვერ გააჩერებ, შანსი არა. კაი. მოჩეთ ამ ხიარო ნოტა, სასიამოვნო ნოტა იყო ძალიან და მოკლედ შევხვდებით იქითა შაბათს ვერ გეტყვით ახლა ნეშულისნაირი ძალიან კარგი კარდი იქნება თუმცა იმედი გვაქვს რომ აი ესეთი აი ეს როცა არ მოელი მე დასპინალთან იჭრა ჯონს დასპინალს მოიკლა აბა მინდა პირველ რაუნდში შენ კიდე მაგაზე ხარ ხო ივე გაღიზიანებული ორი დღეა ესე ვარ ასპინალი განს მოკლავს სამაგიეროდ კაი დაგემშვიდობებით მოკლედ მეგობრებო და იქითა კვირას, იქითა შაბათს უკვე ძალიან სერიოზული პოდკასტი გვექნება, იმიტომ რომ რომან ბაზუკადოლიძე დაგემშვიდობებით. აუ ეგ რა ბრძოლა იქნება, იმენ ეხლა მინდა რომ ვილაპარაკო მაგაზე, მაგრამ იქითა ხო რა, BJJ ტრანზიშნებით და იქითა შაბათს შევხვდებით რა, ეგრე ჯობია მეგობრებო, დაგემშვიდობებით. გააბრწყელა რომანმა Kausla iseri.